რეკლამის შემდეგ ქრონიკა კვლავ პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ და ლევან მეფხვაძემ სამცხე ჯავახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოინახულეს. ისინი ასპინძაში, ვალესა და ახალციხეში დაზარალებულ ოჯახებს შეხვდნენ. გიორგი თარგამაძის განცხადებით სტიქიამ დიდი ზარალი მიაყენა რეგიონის მოსახლეობას, ისთვისაც საჭიროა მათი დახმარება და კომპენსაციების გაცემა. სტიქიამ სამცხე ჯავახეთშიც მოსახლეობას მოსავალი და სახლები გაუნადგურა. ჩამბარებელი პუნქტები რაიმე ფუნქციონირების ადგილზე არაფერი. ახალციხეში აქ სოფლებში ჩამოვედით სწორედ იმისთვის, რომ გვეჩვენებინა მთელი საქართველოსთვის და მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღებაც გაგვემახვილებინა იმაზე, რომ სამცხე ჯავახეთში მცხოვრები გლეხები, ოჯახები არანაკლებად დაზარალდნენ. არ არის დარჩენილი ნაყოფი. ნაყოფი კი არა, ფოთოლი არა აქვს შერჩენილი არც ერთ ხეს. განადგურებულია სიმინდის მოსავალი მთლიანად. ჩალათაც კი აღარ გამოდგება ეს სიმინდი საქონლისთვის და წარმოგვიდგენია რამდენად გაძვირდება საქონლისთვის ზამთარში უკვე საკვები. ამ ხალხს ამ სოფელს და ესეთ დაახლოებით 11-მდე სოფელია ასპინძისა და ახალციხის რაიონებში ელემენტარულად ზამთრისთვის სარჩუსაბადებელი არ ექნება და შეიძლება დღეს სახელმწიფო პირდება რომ დაუშვათ აი ეს დახურეტილი შიფერი მოუტანონ და გამოუცვალონ, მაგრამ მხოლოდ შიფერი ამ ხალხს არ ეყოფა. ჭირდება კომპენსაცია, როგორც ფიქრობთ რომ კახეთში იყოს კომპენსაცია, ისე აქაც იყოს. სულ ყველას მივეცარმები, სულ ყველას დიდ პატივს ავცემთ. დაგვაზარალა ეხლა სიტყვა მოვიდა ისეთი რომ აღარაფერი დაგვრჩა მოსავლისი, არაფერი. ვერ გაიგები ყურამი თუ არა დათესილიდან ისა. თუ დაგვეხმარებიან და კომპენსაციასაც გადაგვიხდიან რომ ზამთარი მაინც გაგვიყვანო და შეგვეხედრონ მეორე ზაფხულს. დიდი მადლობებია სულ ყველასთვის.